საღამო მშვიდობისა. Აი დღეს შევედი ვეგმანში, ესეთი ორგანული პროდუქტების მაღაზია კარგი, საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაა და ბევრი ორგანული, ბევრი ესეთი მოკლედ ეგზოტიკური ხილებიც არის. ხო და მან ესე იგი იდო ესეთი ხურმა ძალიან დიდი მოწიწებით თავის მასში კოლოფებში ჩალაგებული და თითო ცალი ეს სურათზე ჩანს, თითო ღირდა 2.5, ანუ 2 ცალი იყიდება 5-ად და ეტყობა შეიძლება სათითაოდ 3-დაც ყიდი, ანუ $2.5. ესე იგი წარმოგიდგენიათ ახლა რამდენად მაღალი ფასია, იმიტომ რომ ახლა ადამიანები რო აკეთებენ აქ დაუშვათ რო იყოს $100 საათში, მაშინ იტყოდი არაფერია, მაგრამ ზოგიერთ შტატში $7-8 ხელფასი საათში მინიმუმი და ეს ძალიან დიდი ფასია მერწმუნეთ და თან კიდევ ახლა ესე იგი რა ხდება ეს ხურმა და კარალიოკი ჩვენთან იყო ჩვეულებრივი ხილი და აქ უფრო ეგზოტიკური ხილის სტატუსი აქვს და იმის გვერდში კიდე იდო ბროწეული ასეთი კარგი ბროწეული 5 და 99 თითქმის $6 5 და 99 ღირდა 1 ცალი კარგი ხარისხის ბროწეული აი ესეთი რაღაცა ახლა ჩვენ რო გქონდა ადრე და ახლა საქართველოში ეს კარგი ხარისხის ხილი ზოგიერთი საკმაოდ კარგ ფასში ეს ამასაც ხო უნდა დაფასება იმიტომ რომ ანუ აქ შეიძლება კარგად გიხდიან მაგრამ ამავე დროს აი ესეთი მაღალი ფასებია ზოგ რაღაცაზე ხო ხო და ამაზე ბავშვობაში მახსენდება მარტვილის რაიონში ბებიასთან რო ვიყავით ხოლმე ესე იგი ესეთი კარგი კარალიოკი იყო ალბათ კარალიოკს იმიტომ ვეძახოდით ჩვენ და რა ვიცი ეს ქართული სახელი არ არის ალბათ რაღაცა ესეთი კარალევსკი ცოტა სამეფო ხილია იყო ვითომ რა თუმცა ფასი ჩვეულებრივი იყო რაც ვაშლი ღირდა იმაზე ცოტა მეტი შეიძლება ბალი იყო კარგი კიდე ბროწეულიც იყო იქ სოფელში ხო და ეს ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის იყო ანუ ახლა რისი თქვა მინდა რომ აი ზოგი სხვადასხვის აი თხილი რო ავიღოთ თქვათ ეს ფისტაშკი რო არის ფისტაშკი ქართულად ალბათ ხო ამათი ფასი არ არის ძალიან მაღალი ახლა რო შეხედოთ 9 კილო ფაუნდი დაახლოებით $10 ფარგლებშია და ეს ეთყობა ამიტომ რომ კალიფორნიაში ბევრია ეს ფისტაშკი და ალბათ ამის გამო აქვს ესეთი ფასი ჩემი აზრით ხო მოკლედ კარალიოკი იდო ძალიან ესე სათუთად ძალიან ნაზად მე მგონი ეს ისრაელიდან შემოდის და რახან ესეთი ტრანსპორტირებას განიცდის ალბათ იმიტომ არის ასეთი მაღალი ფასი თუმცა უნდა ითქვას რომ აი თქვა ბანანის ფასი ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია ორგანული ბანანი $1 ქვევით არის სადღაც 85 ცენტი და რა თქმა უნდა ხარისხიც კარგია მაგრამ ალბათ ვერ შეადარებ ამ ხელს ვაშლი მსხალი $2 შოება ახლა სეზონია ესეთი და ხანდახან კიდე ნაკლები. ანუ აი რაც გვაქვს ჩვენ საქართველოში, რასაც მივირთ თქვათ კარგ ხილს, ამას დაფასება უნდა ადგილობრივი პროდუქტი რაც არის და ალბათ უნდა გვიხაროდეს ის რაც გვაქვს და დავაფასოთ ჩემი აზრით.